ქართული კვალი რუსი ოპოზიციონერების გეგმებში გივით არგამაძის გარშემო ახალი სკანდალი გორდება. საქართველოდან გაუჩინარებული დეპუტატის გვარი რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის აღიარებით ჩვენებაში ფიგურირებს. კონსტანტინ ლებედევით არგამაძისგან მიღებულ საიდუმლო დავალებებზე პირველად საუბრობს. კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში ლებედევი ყვება, როგორ მზადდებოდა ქართულ პარლამენტართან ერთად მოსკოვში დაგეგმილი მასობრივი არეულობა. რუსი პოლიტიკოსის მტკიცებითიც საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარისგან ფინანსურ დახმარებასაც იღებდა დაპატიმრებული ოპოზიციონერის ინტერვიუ არადამაჯერებელია თარგამაძის თანაგუნდელებისთვის. და გიორგი მანჯავიძე განაგზობს თემას პირდაპირ ეთერში. გიორგი, უფრო კონკრეტულად რას ყვება ლებედევი კომერსანტთან? ინტერვიუ, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, საკმაოდ ვრცელია და მასში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა გივით არგამაძეს, ადამიანს, რომელიც მოსკოვში მაისში მიმდინარე არეულობაში უშუალო ხელმძღვანელი იყო, ასე ვთქვათ. მაგრამ ამ სტატიაში ყველა საინტერესო მაინც ალბათ არის გივით არგამაძის ლებედევისეული დახასიათება, როგორც კონსტანტინ ლებედევი ამბობს, ყვება ამ სტატიაში გივით არგამაძე არის უნაკლო ავანტიურისტი და მას ხშირად გიჟური იდეებიც აწუხებდა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იდეა, რომელზეც სტატიაშია საუბარი, გახლავთ ის, რომ გივით არგამაძე დაჟინებით თხოვდა რუსულ ოპოზიციას, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების შენობაზე მათ ვალერიანის ექსტრაქტი დაესხათ, რათა მას კატები შესეოდნენ და ეს შენობა წაიბლწათ. გარდა ამისა, სტატიაში ირკვევა, რომ გივით არგამაძე გარდა ოპოზიციის დაფინანსების ასევე მონაწილეობდა უშუალოდ ოპოზიციის რებრენდინგის შექმნასიც და სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ თვით ლოგოც კი, რომელიც რუსეთის ოპოზიციის ლოგო იყო, საქართველოში გივით არგამაძის გუნდის მიერ შეიქმნა. მე ვაღიარე, რომ უწევდი ორგანიზებას 6 მაისის არეულობას სერგეი უდალცოვთან, ლეონიდ რაზვოჟაევთან და გივით არგამაძესთან ერთად. ძლიერი მემარცხენე პარტიის შექმნა, საზღვარგარეთიდან ფინანსების მიღება და ბოლოს სახელისუფლებო ორგანოებში შესვლა. რუსეთში მასობრივი არეულობის გივით არგამაძისეულ გეგმებზე რუსული ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი კონსტანტინ ლებედევი გაზეთ კომერსანტთან საუბრობს. კონსტანტინ ლებედევი გასულ კვირას რუსეთის სასამართლომ დამნაშავეცნო, როგორც ბალოტნაიას მოედანზე 6 მაის არეულობის ორგანიზატორი. აღიარებითი ჩვენებით ლებედევმა სასჯელი შეიმსუბუქა. გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო ლებედევს სასამართლომ 2 წელიწადნახევრიანი სასჯელი მიუსაჯა. პირველი ფულით არგამაძისგან მივიღე 2006 წელს ბელორუსიაში მუშაობისას. მე ვაკვირდებოდი მინსკელი აქტივისტების მიერ ფინანსების ხარჯვას. მარტივი დავალებები იყო. მიიხდიდნენ სხვადასხვა ხარჯებს და კვირაში დაახლოებით 1000 ევროს მაძლევდნენ. 2010 წელს ქართველებს უნდოდათ, რომ ლუკაშენკოს რუსეთისთვის ზურგი შეექცია. ამის ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის, რომ ყველა მასალა, რაც თარგამაძესა და მის გუნდს ჰქონდა ბელორუსიის ოპოზიციაზე, კაკებესთვის უნდა მიმეწოდებინა, მათ შორის თარგამაძის ხალხის მიერ დაფინანსებული აქციების შესახებ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებულად ცნობაზე და მასზე ფედერალური ძებნის შესახებ რუსეთის ფედერალურ საგამოძიებო კომიტეტში თებერვალში განაცხადეს. მაშინ რუსულმა საგამოძიებო სამსახურმა ამის დასამტკიცებლად ფარული ვიდეო ჩანაწერიც გაავრცელა. მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთის ოპოზიციას მასობრივი არეულობების მზადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი გივით არგამაძე აფინანსებდა. მეტიც იკვეთება, რომ თარგამაძის უშუალო მითითებებით ხელმძღვანელობდნენ ოპოზიციის ლიდერები ეგრეთ წოდებული მილიონიანი მარშის მსვლელობისას. თარგამაძის წინააღმდეგ აგორებული სკანდალის ახალ დეტალებს თბილისში პოლიტიკოსები აფასებენ. რუსეთის ბრალდებები საქართველოს მიმართ ანგარიშგასაწევი ხდება, ჩვენი პასუხები, ჩვენი ნაბიჯები სუვერენიტეტის დაცვისაგან წლების განმავლობაში კიდევ დანაშაული ხდება. ჩვენი გასარჩევი არ არის, რომელ ქვეყანაში რა პროცესები წარიმართება და მით უმეტეს აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა გარკვეული პროცესების სხვა ქვეყანაში არის აბსოლუტურად მიუღებელი. საგარეო საქმეთა მინისტრს ეთანხმებიან პოლიტოლოგებიც. გიორგი ხუციშვილს რუსეთში მომხდარ არეულობასთან თარგამაძის კავშირი არ უყვირს. ჩვენ უნდა ესე იგი ეს ჩავთვალოთ, ნორმალური ამბავია, რომ ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლები ხელს უწყობდნენ დესტაბილიზაციის პროცესებს იმ ქვეყნის, ვინაიდან ეს შედიოდა რაღაცა ჩვენი თავდაცვის ფართო გაგებაში. რუსეთში მასობრივი არეულობისა და ბალოტნაიას საქმე ამ ეტაპზე გაერთიანებულია. საქმეში 20-ზე მეტი პირი ფიგურირებს. რუსეთს გივით არგამაძეზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.